გრძელდება პოდკასტების ციკლი საქართველოს ბიზნესის აკადემიის პროექტი, რომელიც ეძღვნება პროფესიული განათლების პოპულარიზაციას, რაც გარწმუნებული ვარ ძალიან საინტერესო არის დაინტერესებული მსმენელისთვის, რომელიც ამ პოდკასტს მოусმენს და ბევრ ინფორმაციას მიიღებს როგორც დამსაქმებელი ორგანიზაცია, ასევე დაინტერესებული პირები, ვისაც სურს კარიერული განვითარება. დღეს ჩვენი სტუმრები არიან მეტად პატივსაცემი ადამიანები, რომლებიც უკვე წლებია პროფესიულ განათლებაში არიან ჩართულნი და დღეს ჩვენ ერთობლივად ძალიან საინტერესო ღონისძიებას დავესწარით და ეს გახდათ საქართველოს ბიზნეს აკადემიაში ახალი სიმულაციური სივრცის გახსნა, რომელიც ჯანდაცვის მიმართულებას მოემსახურება როგორც ლაბორატორიების კუთხით, ასევე არის სიმულაციური პალატა, რომელიც საერთო მიმართულების საკვალიფიკაციო გამოცდების ნაწილში იქნება აქტიურად გამოყენებული. ჩვენი სტუმრები მინდა წარმოგიდგინოთ დღეს და ეს გახლავთ ინგო როყვას საუნივერსიტეტო კლინიკის საერთო მიმართულების ხელმძღვანელი ქალბატონი მაკა მუშყუდიანი, რომელიც ასევე გახლავთ საქართველოს ბიზნესის აკადემიის საერთო განათლების პროგრამის ხელმძღვანელი. მინდა წარმოგიდგინოთ ირმა მოდებაძე, რომელიც გახლავთ ჩვენი პარტნიორი პინეოს კლინიკის ექთანი, უდიდესი გამოცდილების მქონე საერთო მიმართულებას ხელმძღვანელობდა წლების განმავლობაში და შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი საამაყო პროფესიული მასწავლებელი გახლავთ პროფესიულ განათლებაში. ასევე მინდა წარმოგიდგინოთ ქალბატონი ნატა ჩხაიძე, რომელიც წარმოადგენს PSP Pharma-ს და ჩვენ უკვე წლებია თანამშრომლობთ სხვადასხვა მიმართულებით და ამის შესახებაც სულ მალე მოგაწვდით ინფორმაციას. ასევე ჩვენი პარტნიორი კლინიკა თიმი საერთო მიმართულების ხელმძღვანელი გახლავთ ჩვენი სტუმარი ქალბატონი მარინა სახვაძე და საერთო ასოციაციის ექთანთა ასოციაციის ხელმძღვანელი ქალბატონი ქეთევან გარსევანიშვილი, რომელსაც უდიდესი პრაქტიკა აქვს როგორც საერთო მიმართულებით, ასევე პროფესიულ განათლებაში დიდი როლი მიუძღვის დღეს არსებული საერთო პროგრამის განვითარება, განახლების მიმართულებით. მოგესალმებით, ძვირფასო სტუმრებო, კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ აკადემიისთვის დაფუძნების დღიდან უდიდესი პრიორიტეტი გახდათ პარტნიორობა და თანამშრომლობა, ვინაიდან პროფესიული განათლება არის პრაქტიკაზე დაფუძნებული განათლება და პარტნიორი დაწესებულებების გარეშე ეს ვერ იქნება ხარისხიანად მიღწეული და მადლობა თქვენ თანამშრომლობისთვის და ჩართულობისთვის. ეხლა კი ჩვენთვის საინტერესო და საზოგადოებისთვის საინტერესო თემებზე გადავალთ და ქალბატონ მაკა, თქვენთან მექნება კითხვა. უკვე ჩვენ წლებია პრაქტიკულ კომპონენტს ვახორციელებთ თქვენს კლინიკაში, თქვენ აქტიურად ბრანდებით ჩართული. მოდით დაგისვამთ კითხვას, აი ამ თანამშრომლობამ რა შედეგები მოუტანა თქვენს ორგანიზაციას. მივესალმებით ჩვენს ძვირფას საზოგადოებას, ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ იმ შესაძლებლობისთვის, რაც ახლა მეძლევა, რომ გავაჟღერო ჩემი სიტყვა და პირველ რიგში მადლობა გადაგიხადოთ თქვენ ქალბატონოია ასეთი გარემოს შექმნისთვის პირველ რიგში და ასეთი ხარისხიანი, ასე ვთქვათ, პროდუქტი შეიძლება ითქვას ასეთი ძვირფასი ადამიანების მომავალი ექთნების შექმნის საქმეში არ იშურებთ არაფერს. ნამდვილად უწიფელად შემიძლია ვთქვა, არ იშურებთ არაფერს, ინვენტარიდან დაწყებული, პროფესორ მასწავლებლებით დამთავრებული, ყველა ორიენტირებულია მაღალი ხარისხის პროდუქტის მიღებით. რაც შეეხება იმ თანამშრომლობას ჩვენ შორის რაც გაება, ეს არის ყველაზე ძვირფასი ალბათ რაც შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ჩვენ თქვენს გარეშე ვერაფერს ვერ ვიზამთ, თქვენ თუ არ ასწავლით და პროფესიულ განათლებას არ მისცემთ ახალგაზრდებს, არ შესთავაზებთ იმ ძვირფას მატერიალურ ტექნიკურ საშუალებებს, რაც თქვენ გაგაჩნიათ,
შესაბამისად ჩვენ ვერ მივიღებთ მაღალი კვალიფიკაციის ექთანს, რომელიც ისოდენ ძვირფასი და შეუცვლელია შეიძლება ითქვას არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის. ყველგან ექთნის დეფიციტია. რამდენადაც მე ინფორმირებული ვარ, ყველგან ექთნის დეფიციტია და ყველა სჭირდება ხარისხიანი და მაღალკვალიფიციური ექთანი. ნებისმიერი ექიმი დაყრდნობილია მისთვის მარჯვენა და მარცხენა ხელზე. შეიძლება ასე ითქვა, ზოგი ხერხემალ, ზოგი გულს გვიწოდებს, ზოგი ტვინს და ასე შემდეგ. ჩვენ საზოგადოება, ჩვენს სამედიცინო საზოგადოებაში ამას მიჩვეული ვართ, რომ ასეთი ეპითეტებით შეგვამკონ ექთნები. მოგიხსენებათ, ეხლა ექთნის კვირეული იყო 12 მაისს ექთნის საერთაშორისო დღე იყო და ამასთან დაკავშირებით მაქსიმალურად კიდევ ერთხელ მსოფლიო შეიძლება ასე ითქვას, მგონი ყველა ქვეყანა ერთად ჯაჭვად შეკრული იდგა, რომ ექთნის საერთაშორისო დღე ევროპის ქვეყნები იყო, აზიის ქვეყნები. რა ვიცი, ინტერნეტ სივრცეში ძალიან ბევრი ინფორმაცია იდებოდა და ძალიან პოპულარიზაციას ცდილობს მთელი მსოფლიო ამ პროფესიის. ძალიან რთულია ეს პროფესია. ყველას არ შეუძლია ავადმყოფის საწოლთან დგომა, ყველას არ შეუძლია პაციენტის თანაგრძნობა, ყველას არ შეუძლია შეასრულოს ის თუნდაც ურთულესი манипуляციები, რაც დღეს გავიარეთ, ხო? არ შეუძლიათ, იმიტომ რომ არ შეუძლიათ. ყველას არ შეუძლია მხატვრობა შესაბამისად, ყველას არ შეუძლია ექცნობა, მაგრამ ექცნობა კიდევ ბევრ რამეს გვავალებს. უნდა ვიყოთ ბევრისგან გაგიგიათ ალბათ ფსიქოლოგებიც, უნდა ვიყოთ ხანდახან მოძღვრებიც და მისი საიდუმლო ჩავიბაროთ, უნდა ვიყოთ პირველი სიცოცხლის შემგებებლები და უნდა ვიყოთ თვალების დამხუჭავი ადამიანი. ხო, აი ძალიან დიდი სპექტრია ექთნის პროფესიაში და ეს სპექტრი რომ შევასწავლოთ, თქვენ უზარმაზარი წვლილი მიგიძღვით როგორც ერთ-ერთ გამორჩეულ კოლეჯს და ბედნიერი ვარ რომ ამ კოლეჯთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობა მაკავშირებს და როგორც დამსაქმებელს და ისევე როგორც პაციენტების პატრონს შევთავაზოთ ჩემს პაციენტებს მაღალხარისხიანი თქვენგან მომზადებული ასეთი საექთნო კადრი. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენ კიდევ წინ წავალთ, კიდევ უფრო ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ, ისევ და ისევ ამ საქმის პოპულარიზაციისთვის. შეძელი ის, რაც ხოს არ შეუძლია, გახდი ექთანი. ეს არის ჩემი დევიზი, გახდეს ბევრი ექთანი, იმიტომ რომ თითო ექთანი მე მგონი ყველა ოჯახს გვჭირდება და შესაბამისად ძალიან დიდი ფუფუნება მოვითხოვე, მაგრამ აი ძალიან ამაყი ვარ რომ ვარ ექთანი, შევეცადე სხვა პროფესიის დაუფლებას, მაგრამ მაინც ექთნად დარჩი, ალბათ ეს არის ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული და ყველაზე დიდი მოწოდება ალბათ და დარჩები ბოლომდე ექთნად და მოუწოდებ ყველას. თქვენ ახსენეთ 12 მაისი ექთანთა საერთაშორისო დღე და კიდევ ერთხელ ყველა ექთანს მიულოცავ ამ დღეს და კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამთ ამ პროფესიის უდიდეს მნიშვნელობას მსოფლიოსთვის და არა მხოლოდ საქართველოსთვის. ქალბატონო ირმა, თქვენ მინდა მოგმართოთ, აი დღევანდელ დღეს ჩვენ თქვით რომ გავხსენით სიმულაციური სივრცე და ასევე დავამთხვიეთ ექთანთა უნარების კონკურსი, რამაც ძალიან საინტერესოდ ჩაიარა და ამის შესახებ ალბათ თქვენ უფრო კარგად იტყვით, იმიტომ რომ წარმოადგენდით ჟიურის წევრი ბრძანდებოდით. მინდა თქვენი გამოეხმაუროთ იმ ფაქტს, რამდენად მნიშვნელოვანია როგორც დამსაქმებელი, როგორც განმახორციელებელი მასწავლებელი თეორიული და პრაქტიკული უნარების ასეთ გადანაწილებას. დღეს თქვენ რა დაინახეთ საქართველოს ბიზნეს აკადემიის თანამშრომლობა აი ამ პარტნიორებთან, რომლებიც აქ არის წარმოდგენილი, რამდენად მზად არის ეს კადრი და რამდენად კარგ კადრს ელოდება ჩვენგან მოკლედ დამსაქმებელი. მოგესალმებით, მადლობა, რომ მომეცით საშუალება ყოფილიყავი ჟიურის წევრი, შემეფასებინა SPI-ის სტუდენტები. მინდა გითხრათ, ეხლაც დავაფიქსირე და ეხლაც ვაფიქსირებ, რომ აღფრთოვანებული ვარ თქვენი სტუდენტებით.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ გარემოში გაიზრდება სტუდენტი, როგორ ექნება ის სიმულაციური გარემო აღჭურვილი, რომ შეძლოს მან ის პროცედურების გაკეთება, რაც მერე მოუწევს შესრულება ასევე პაციენტზე. მე როგორც დამსაქმებელი ისეთი კუთხით ვაკვირდებოდი და მინდა გითხრათ, რომ 100%-დან 90%-ს მაინც ვისურვებდი, რომ ჩემ კლინიკაში დასაქმებულიყო. მართლა ამას არ ვამბობ ცარიელ სიტყვებს. იმდენად კარგად აკეთებდნენ პროტოკოლის მიხედვით манипуляციებს, რაც ჩვენ მქონდა ჩეკლისტებში გაწერილი, რომ აღფრთოვანებული ვარ და მადლობა თქვენ ამისთვის, რომ არ თითოეულ სტუდენტზე ამხელა შრომას დებთ. მე ამაყი ვიქნები, რომ მე ცოტა პატარა წვლილი მაქვს და ამაყი ვიქნები, რომ ასეთი სტუდენტები ნამდვილად დასაქმდეს დღევანდელ დღეს დეფიციტია ყველა კლინიკაში და ნამდვილად გვესაჭიროება ეს ექთნები და ვიმედოვნებ, რომ ეს სტუდენტები, რომლებიც დღეს შევაფასეთ და გაგვიჭირდა კიდეც გამარჯვებულის გამოვლენა, იმიტომ რომ ყველა გამარჯვებული იყო, იმდენად კარგად მომზადებული კადრი იყო. ვიმედოვნებ, რომ ეს სტუდენტები იტყვიან თავიანთ სათქმელს მედიცინაში, რაც ჩვენი ძალებით აქამდე მოვიტანეთ ეს პროფესია და ჩვენ მართლა ჩვენ თავდაუღალავი შრომით და უნდა ითქვას, რომ ანუ უფასპატიოთ ასე თქვა შემართებით მოვდივართ აქამდე, რომ რაღაცა სათქმელი ვთქვათ, რომ ჩვენი პროფესია იყოს უფრო მოთხოვნადი, უფრო საინტერესო მომავალი თაობისთვის და დღეს მე დავინახე, რომ აი ბავშვების თითოეულ თვალში იგრძნობოდა ის, რომ აინტერესებთ, სურთ და ნამდვილად დადეს დღეს შედეგი. მადლობა თქვენ კიდევ. მოტივაცია შეიქმნა. აბსოლუტურად ამდენი მსურველი თუ იქნებოდა. ზოგადად პრაქტიკაზე, როდესაც მოდიან კლინიკაში და განახორციელებენ ახლა მოდულს პრაქტიკულ ნაწილს, ეტყობა სტუდენტს. ეტყობა, რამდენად მონდომებულია, რამდენად აქვს მას თეორიული ცოდნა. წეხანაც აღნიშნე, რომ იწერდნენ იმ ტერმინოლოგიებს, რომლის განმარტებაც არ ქონდათ, ეს ისე სიამოვნებდა, რომ მოდიოდნენ კითხვით, რომ ეს განემარტათ და აბა იმ თვითოურ პროცედურაზე გვეჩვენებინა და თვითონ მე შეესრულებინა. დიდი მადლობა ამ შეფასებისთვის და ეს არის დღეს ჩვენ ასე ვსაუბრობთ აუცილებლად ალბათ მოისმენს სხვა ორგანიზაციები, არ არის მხოლოდ სამედიცინო მიმართულებაზე აქ საუბარი, სხვა დამსაქმებლები, რამდენად მნიშვნელოვანია კოლაბორაცია საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ბიზნეს შორის. როგორ კადრს უნდა ელოდებოდეს ჩვენგან, ჩვენ როგორც დაწესებულება ვიცით, რომ პროგრამა საერთოდ არ ითვალისწინებს მსგავსი სიმულაციური კაბინეტების არსებობას დაწესებულებაში, მაგრამ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გაგვაჩნია იმ ბიზნესის მიმართ, ზუსტად ვისთანაც თანამშრომლობთ, რომ შემაფერხებელი არ იყოს თანამშრომლობა, პირიქით იყოს სასიამოვნო და ბიზნესმა იმ დოზით ჩადოს მისი კომპეტენცია პროფესიულ განვითარებაში, რომ არ შეექმნას საფრთხე, თქვენ რაც ახსენეთ ტერმინოლოგიის დონეზე, თუნდაც რაღაც პრაქტიკული უნარები, რაც შეიძლება აქ გამოუმუშავდეს, რომ აი ესეთი ცოდნით აღჭურვილი წავიდეს დაწესებულებაში და აკადემიას პასუხისმგებლობა გააჩნია ყველა პროგრამისთან მიმართებაში, ასე რომ ღია ჩვენი კარი და მოკეთ პულსზე გვიჭირავს ხელი იმ ბიზნესთან ერთად, ვინც აქტიურად თანამშრომლობს და ამის ნათელი მაგალითი გახლავთ PSP Pharma, შეიძლება ხაზი გაუშვათ თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს, რაც ჩვენთვის ძალიან საამაყოა. ქალბატონი ნატა თავდაუზოგავად შრომობს და შეიძლება ითქვას, რომ ფარმაციის მიმართულება დღეს ასეთი ამაყი რომ არის როგორც დაწესებულებებში, ასევე თავად კომპანიებისთვის უდიდესი ლომის წვლილი მიუძღვის ამაში. ეს არის იმედიანად არის დაწესებულება, როცა ყავს ასეთი ხელმძღვანელი. აი ერთი წამით ცვლილებები და განხორციელებულია ცვლილებები და ბევრი საკვალიფიკაციო პროგრამებში ცვლილებების ინიციატორი გახლავთ ქალბატონი ნატას ეგიდით საქართველოს ბიზნეს აკადემია. ასე რომ გადამუშავების დროს საერთოდ აი ძალიან ამაყები ვართ და ამითაც გამოირჩევა აკადემია, რომ არა მარტო ფარმაციის და სხვა მიმართულებით ბევრი კვალიფიკაციის ინიციატორი გახლავთ, რომელსაც დღეს ახორციელებს სხვა დაწესებულებები საქართველოში
და მოკეთ ჩვენ კარგ თანამშრომლობაზე ქალბატონი ნატა იტყვის სათქმას შესაბამისად ჩვენი მხრიდანაც ჩვენ შევეცადეთ რომ ეს იყოს დაფასებული და ქალბატონი ნატა წარდგენილი ყავდა პროფესიული განათლების მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე, სადაც გაიმარჯვა და გამორჩეული გახდა აი ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. მადლობა ქალბატონო ია, მოგესალმებით კიდევ ერთხელ ყველას და მადლობა ესეთი წარდგენისთვის და მადლობა იმისთვის, რომ შესაძლებლობა მოგვეცით, რომ გავაცნოთ საზოგადოებას ჩვენი წარმატებული ურთიერთობის მაგალითი იყოს. სხვა არა მარტო სამედიცინო დარგის კომპანიებისთვის, არამედ ზოგადად ვისაც ჭირდება კადრი და მე ყველას უსურვებ და მივმართავ წინადადებით, რომ მიიღოს მონაწილეობა მაქსიმალურად პროფესიული განათლების განვითარებაში და აი SBS მაგვარ დაწესებულებასთან ერთ-ერთ საუკეთესო დაწესებულებასთან იქონიოს ურთიერთობა და კავშირი. მოგახსენებათ, რომ ფარმაცევტული დარგი ძალიან მოთხოვნადი არის ფარმაციაში კადრი და ჩვენ და სხვა კომპანიებიც წლების განმავლობაში დეფიციტს განვიცდით კარგს. და სიმართლე რო გითხრათ, ცოდვა გამხელილი ჯობს და პროფესიული განათლების მიმართ ცოტა მწყრალად ვიყავით განწყობილი, მაგრამ ვერ ხვდებოდით მიზეზს რა იყო. და როდესაც შემოგთავაზეთ, რომ მიგვეყო მონაწილეობა პროგრამის შექმნაში და გადამუშავებაში, რომ ჩავიხედეთ უფრო ღრმად, მივხვდით, რომ აბსოლუტურად იზოლირებულად ვიყავით ჩვენ დასაქმებლები და აბსოლუტურად სულ სხვა მხარეს იდგა სასწავლებელი და ანუ მივხვდით, რომ ეს ჩვენი პრობლემა იყო, ჩვენი შეცდომა იყო და ჩვენ მეტად უნდა ჩართულიყავით, მეტად უფრო ინტეგრირებულები უნდა ყოფილიყავით და მეტად უფრო მჭიდრო თანამშრომლობა გქონოდა დაწესებულებასთან. ასეში რომ ჩავერთეთ ჩვენ ამ პროცესში თქვენთან ერთად, სხვა დაწესებულებებთანაც ერთად, რა თქმა უნდა, ჩვენ გადავამუშავეთ და ჩვენი ფასილიტაციით შეიქმნა ახალი გრძელვადიანი პროგრამა ფარმაცია სააფთიაქოსი და ჩვენ შეუდექით პირველები ვიყავით ერთობლივად რომ შეუდექით განხორციელებას. თქვენი შემოთავაზებით ჩვენ არა მარტო პრაქტიკული კომპონენტის განხორციელებაში ჩავერთეთ, არამედ თეორიული კომპონენტის განხორციელებაშიც ჩავერთეთ, რამაც გვაჩვენა, რომ ბევრად უფრო შედეგიანი იყო. და ჩვენ შევიმუშავეთ ერთობლივად ესეთი სქემა სტუდენტების მიღების, როდესაც ერთ სტუდენტს ყავდა ერთი ფარმაცევტი მენტორი ინდივიდუალურად, რომელიც მას პრაქტიკული უნარების შესწავლაში ეხმარებოდა და პრაქტიკული კომპონენტის განხორციელება დღესაც მიმდინარეობს აი ამ მიმართულებით. აგრეთვე ის, რომ ჩვენ თეორიული კომპონენტის განხორციელებაშიც ჩავიხედეთ და ჩავერთეთ, ამან კიდევ გვაჩვენა, რომ მუდმივად ჭირდებოდა სიახლეების შეტანა, იმიტომ რომ დარგი მუდმივად ვითარდება და აი ჩვენი ინიცირებით და თქვენი მხარდაჭერით ჩვენ ორჯერ გადავამუშავეთ უკვე ეს პროგრამა ფარმაციის, ბევრი სიახლეები შევიტანეთ, ცვლილებები შევიტანეთ და მუდმივად აი ესე შეიძლება ვთქვათ, პულზე გვიჭირავს ხელი ერთობლივად. და ამან მოგცა ჩვენ ის, რომ ფაქტიურად დასაქმების მაჩვენებელი არის ძალიან მაღალი, 100%-იანი დასაქმება გვაქვს. და პირველივე კურსიდან ჩვენ ჯერ ფარმაცევტის თანაშემწეებად ვთავაზობთ, ტექნიკურ ასისტენტებად და შემდეგ უკვე აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი იმ ფაქტს, რომ სამედიცინო მიმართულებით თქვენი დაწესებულება აკადემიასთან თანამშრომლობით არის ავტორი ორი მოკლევადიანი პროგრამის. გარდა იმისა, რომ გრძელვადიანი პროგრამის ფარგლებში ჩვენ თანამშრომლობთ, ასევე შეიქმნა ორი მოკლევადიანი პროგრამა. რატომ გახდა ამის საჭიროება და ვის შეუძლია მოემზადოს ამ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მე ვიცი, რომ დღეს გვისმენს ჩვენ საზოგადოება ადამიანები, რომლებიც რაღაც გარკვეული მიზეზების გამო წყვეტა ჰქონდათ პროფესიაში და უნდათ რომ დასაქმდნენ. აი რას ვაკეთებს ამისთვის? მადლობა, ისევ თქვენი
ხარდაჭერით და თქვენი დახმარებით შევქმნით ერთობლივად, რა თქმა უნდა, ორი პროგრამა ფარმაციაში ეს ერთადერთი ორი პროგრამა არის ამ ეტაპისთვის, ერთი გადამზადების პროგრამა არის ფარმაცევტული ზრუნვა და კონსულტირება და მეორე პროგრამა არის პარაფარმაციის კონსულტანტის მომზადების პროგრამა, ორივე მოკლევადიანი პროგრამები გახლავთ და ძალიან მნიშვნელოვანი არის დარგისთვის ზოგადად ვინაიდან პარაფარმაციის კონსულტანტის გადამზადების პროგრამა ესეთი დიპლომირებული არ არსებობდა საქართველოში და ეს იყო პირველი და მოგეხსენებათ არა მარტო ჩვენ PSP-ს, არამედ ყველა კომპანია სჭირდება კადრი ამ კუთხით და ჩვენ როდესაც შევქმნით ეს პროგრამა, რა თქმა უნდა, გაუზიარეთ ჩვენ სხვა კომპანიების თანამშრომლებსაც და მივიღეთ მათგან თქვათ წინადადებები, ზოგი გავითვალისწინეთ, ზოგი თქვათ ერთობლივად ვიმსჯელეთ და არ მივიღეთ თქვათ მხედველობაში, მაგრამ უმრავლესობა რა თქმა უნდა გათვალისწინებული გქონდა და ასევე ძალიან დიდი დასაქმების მაჩვენებელი გვაქვს, იმიტომ რომ არა მარტო PSP, არამედ ყველა კომპანია ასაქმებს ამ კადრს. რაც შეეხება აღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ ეს პროგრამები სრულად არის დაფინანსებული სახელმწიფოს მიერ, როგორც გრძელვადიანი სადიპლომო პროგრამა, ასევე მოკლევადიანი სადიპლომო პროგრამები და ვისაც სურს კარიერული განვითარება და ასევე დასაქმება შეუძლია ისწავლოს ამ მნიშვნელოვან პროგრამაზე. დიახ, თან წინაპირობა ამ პროგრამას აქვს მხოლოდ სრული ზოგადი განათლება, თქვათ რაღაც სპეციალური სამედიცინო განათლება ამ ფარმაცევტული პარაფარმაციის კონსულტანტს არ ჭირდებოდა, ამიტომ აი მომართვიანობაც საკმაოდ დიდი არის და მით უმეტეს ახლა დაფინანსება, როდესაც არის და დასაქმება ეგრევე მოყვება ამას, რა თქმა უნდა, ძალიან მიმზიდველი არის ყველასთვის და ეს პროგრამა არა მარტო თეორიულ კურსს მოიცავს, არამედ პრაქტიკულ კომპონენტსაც მოიცავს ეს მოკლევადიანი სამთვიანი პროგრამა. მეორე პროგრამა, როგორც გითხარით, გახლავთ ასევე უნიკალური პროგრამა არის, მოკლევადიანი, ეს ერთადერთი არის საქართველოში, ეს არის ფარმაცევტული კონსულტირება და ზრუნვა ფარმაცევტული, ეს კი გახლავთ უკვე გადამზადების პროგრამა, ანუ ფარმაცევტების გადამზადების პროგრამა არის, უკვე კვალიფიკაცია მინიჭებული ადამიანების გადამზადება ხდება, რომლებიც რაღაც მიზეზების გამო ჩამოშორდნენ პროფესიას და შემდეგ უკვე კვლავ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაბრუნებულიყვნენ ამ პროფესიაში და ეს პროგრამა გვაძლევს ამის საშუალებას და აგრეთვე ძალიან ბევრ სიახლესაც აცნობს უკვე მოქმედ ფარმაცევტებსაც, იმიტომ რომ ზოგადად მსოფლიოში შეიცვალა ფარმაცევტის საქმიანობის პარადიგმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და ფარმაცევტთა საერთაშორისო ასოციაციამ მიმართულება შეცვლილი არის ფარმაცევტის საქმიანობის და აი ამიტომ ეს ფარმაცევტული ზრუნვა და კონსულტირება ძალიან მნიშვნელოვანი არის არა მარტო იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს დაბრუნება. ამიტომ ეს ძალიან უწყობს ხელს და ეს პროგრამაც ასევე არის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული და დიდი მადლობა მინდა კიდევ ერთხელ უთხრა SBS-ს, რომ არა ჩვენ მარტო თქვენს გარეშე ამ პროგრამებს ვერ შევქმნით. პირიქით, რა თქმა უნდა და ვერ გავახორციელებდით. არ დაგველევა სიტყვები ერთმანეთის მიმართ, თუმცა დღევანდელ დღეს იმიტომ საუბრობთ, რომ უფრო მეტმა ადამიანმა მიიღოს ამის შესახებ ინფორმაცია, თუ რა სარგებელი შეიძლება გქონდეს ამ თანამშრომლობას. და მე მინდა გადავიდე ქალბატონ მარინასთან. ქალბატონ მარინა, დღეს თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოები გადაეცით ექთნებს საჩუქრად. და ერთი არის რომ ხართ პროფესიაში წლების განმავლობაში და მეორე არის რომ ზრუნავთ ამ პროფესიის განვითარებაზე, იმიტომ რომ სახელმძღვანელოს დაწერა ვიცით რა დიდ ენერგიას საჭიროებს და მე მინდა დაგისვათ კითხვა, ჩვენ ახალი პარტნიორები ვართ, ფაქტიურად სადღაც წელიწად და რამოდენიმე თვეს ითვლის და მე მინდა დაგისვათ კითხვა, რა მოლოდინები გაქვთ თქვენ
საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობით რა სურს თქვენს კომპანიას რომ მიიღოს. მოგესალმებით, დიდი მადლობა პირველ რიგში აქ მოწვევისთვის. ძალიან ბედნიერი ვარ დღეს, მინდა გითხრათ. იმიტომ რომ ასეთ საუკეთესო კოლეჯთან მიხდება, ორგანიზაციასთან მიხდება მოღვაწეობა და რატომ ახლა? ერთანი, როდესაც მოდის ჩვენთან დაწესებულებაში, თითქმის ყველა და მეთანხმება, რომ ადრეზე გვიწევს ძალიან ბევრი რაღაცები, რომ ვასწავლოთ. აი ეს უნარები, თუნდაც დღეს რასაც ჩვენ კონკურსი ჩავატარეთ, რაც ძალიან დიდ დროს მოითხოვს. და გამომდინარე იქიდან მე დღეს თქვენთან დაწესებულებაში ისეთი დარბაზები ვნახე, ისეთი მოწყობილობა, ისეთი ინვენტარი ვნახე, რომ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენგან მოსულ ექთანს ჩემთან უკვე აღარ დაჭირდება ძალიან ბევრი რამის სწავლა. უკვე მომზადებული კადრი ყავს. დარწმუნებული ვარ ამაში და ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს, თუ არა ვითანამშრომლებთ თქვენთან. მინდა ისევ და ისევ 12 მაისი მიულოცო ყველას და მინდა ერთი რამე ვთქვა სახელმწიფოებთან დაკავშირებით და ამ საგანმანათლებლო სისტემასთან. ახლა მთელი საქართველო გადასულია იმაზე, რომ საერთო პროფესიას გაუწიოს პოპულარიზაცია. დარგს ვერასოდეს ვერ გაუწევ პოპულარიზაციას, თუ დარგის წარმომადგენელი განათლებული არ არის თვითონ. და ამაზე უკეთესი მაგალითი დღეს თქვენ რაც გააკეთეთ და რასაც თქვენი საგანმანათლებლო სისტემა ჩვენს მომავალ პროფესიონალებს მისცემს, ამაზე მეტი პოპულარიზაცია რა უნდა იყოს. განათლებული ექთანი ეს უკვე პოპულარიზაცია, რასაც თქვენ უკვე დაწყებული გაქვთ და დარწმუნებული ვარ წარმატებით გაართმევთ თავს. დიდი მადლობა გარდა განათლების სისტემისა, რომ ჩვენი დარგის პოპულარიზაციას ასე უწყობთ ხელს და ასე თავდადებით ვიგერანს და შემოგვიბრუნებთ კითხვას. რას ურჩევდით იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს აპირებენ შევიდნენ პროფესიაში? დღეს თქვენ ნახეთ პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავების მაგალითი, ხო? აი რას ურჩევდით? იცით რა არის? პირველ რიგში ურჩევდი იმას, რომ არ მობეზრდეთ, რომ ამ პროფესიის წარმომადგენლები ან ხშირი შემთხვევები აქვს ესეთი დაიწყებენ, მერე აღარ უნდათ რაღაც სირთულეებს რომ წააწყდებიან, აი უსურვებდი ამას, რომ ეს სირთულეები გადაელახოთ. თუ პირველ სირთულეებს გადალახავენ ამ პროფესიის წარმომადგენლები, მერე ძალიან მარტივდება ამ პროფესიით მუშაობა. აი ამას უსურვებდი, რომ გამძლეობა ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ვიცნობთ თქვენს კლინიკას, ძალიან გვიამაყება თქვენთან თანამშრომლობა და დარწმუნებული ვარ, ასეთივე სამაგალითო იქნება, რომელიც სხვა დაწესებულებებთან და ჩვენ ამის ნათელი მაგალითები გვაქვს დღეს არაერთი. ქალბატონ ქეთის მინდა მივმართო დიდი პატივისცემით და დღეს თუ კი ჩვენ საუბრობთ საერთო განათლებაზე, პროფესიულ განათლებაში, გვიამაყება აი უდიდესი ლომის წვლილი მიუძღვის ქალბატონ ქეთის ამ საქმეში. ყოველთვის არ შეიძლება არ გავაჟღერო, რომ პროფესიული განათლების სადარაჯოზეა დაწესებულებებს თუ კი როდესმე რაიმე დაგვჭირდება, თუნდაც ცვლილებების ნაწილში, თუნდაც აი დღევანდელი მაგალითი, რომ თქვენ ესეთი დაკავებული ადამიანი ხართ დღეს ჩვენთან ერთად და იზიარებთ ჩვენ სიხარულს, იმ მომავალი ექთნების სიხარულს, რომელიც ჩვენ ერთად ვიზეიმეთ დღეს. მე მინდა მოგმართოთ როგორც ექთანთა ასოციაციის ხელმძღვანელს. როგორ შეაფასებდით თანამშრომლობას პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, კიდევ რა საჭიროებები დგას იმისთვის, რომ ჩვენი თანამშრომლობა იყოს უფრო მეტად წარმატებული? დიდი მადლობა ქალბატონია პირველ რიგში. მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის და შესაძლებლობისათვის, რომ ამ ღონისძიებაში მიმეღო მონაწილეობა. ასევე ვისარგებლებ შემთხვევით და ექნების საერთაშორისო დღეს მიულოცავ ჩემ კოლეგებს, არა მარტო დარბაზში მსხდომ და ზოგადად სრულიად საქართველოს და საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ ექნებსაც და ყველას წარმატება მინდა უსურვო.
ერთი-ორი სიტყვით შევეხები იმ გამოწვევებს, რომელიც ყველას მეტად გვახელებს, ეს არის დეფიციტი, საექნო დეფიციტი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ დეფიციტის პირობებში თვალი დავხუჭოთ ხარისხზე. ხარისხი არის ყველაფერი, რომელიც დაკავშირებულია პაციენტის მომის უსაფრთხოებასთან, სისტემის განვითარებასთან და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია. ხარისხი მოდის საბაზისო განათლებიდან. მაგიდან და ჩვენ უკვე ვაშენებთ მერე ზედნადებს ესე, რომ ვთქვათ, უფრო ხვეწავთ აი ამ პრაქტიკულ უნარებს. თავის დავაცხადი ახლა ესეთ პირობებში ასოციაცია დაინტერესებულია ისეთი კარგი მაგალითებით, კარგი კოლეჯებით, რომელიც ზრუნავს მუდმივად ხარისხზე. და ერთ-ერთი კოლეჯი არის საქართველოს ბიზნეს აკადემია და ძალიან მოხარული ვარ, ვისურვებდი რომ ბევრი იყოს საქართველოში, რომელიც ასე ზრუნავს ხარისხიან განათლებაზე, სისტემა ამით მოიგებს მხოლოდ და მხოლოდ. და ალბათ მეტი ხელშეწყობა უნდა იყოს სახელმწიფოს განაცხადოს, რომ ეს მაგალითები გამრავლდეს სხვა კლინიკებში, სხვა კოლეჯებშიც და კიდე გავმეორდები, რომ კლინიკები ამით მხოლოდ მოიგებენ. რაც შეეხება ექთნობას, იცით, ძალიან ბევრი ისაუბრეს ჩემმა კოლეგებმა და კიდე უბრალოდ ერთ მომენტს ავანიშნავ, რომ ექთნობა ეს არის ფიზიკური, ემოციური, ინტელექტუალური შრომა. აი ეს კომბინაცია ქმნის პროფესიონალს ადგილზე. ამას ყველაფერს ცოდნა ჭირდება, ამას ყველაფერს ადამიანური ფაქტორიც ჭირდება, ანუ როგორი მრავალმხრივი უნდა იყოს. ეგთანი რომ თავისი საქმე წარმატებით განახორციელოს ადგილზე. ასეთ ადამიანებს ვეძებთ საქართველოში. ვეძებთ იმისთვის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ, ისევ ჩვენმა საზოგადოებამ მიიღოს მოვლის საუკეთესო შესაძლებლობა ჩვენს კლინიკებში. ეს არის ჩვენი მიზანი და ეს არის ჩვენი დაინტერესება. საბოლოო მიზანი და საბოლოო პროდუქტი ეს გახლავთ. რაც შეეხება გამოწვევები უამრავი არსებობს და ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრებთ ამ საკითხზე. პერმანენტულად ალბათ ეს პრობლემები ყველაფერი დაალაგდება, ყველაფერს მოევლება, ესე რომ ვთქვათ, რაც მთავარია, არ დაიკარგოს აი ეს მარცვალი, რაც დღეს არის ჩადებული აი ამ საბაზისო საკოლეჯო განათლებაში, აი ეს ხარისხიანი სწავლება. რისი მოსურნეც და რისი მაქებარიც ყოველთვის იქნება ასოციაცია, რა თქმა უნდა. სხვა რა გითხრათ, 45 წელიწადია უკვე ვემსახურებით ამ პროფესიას, საკმაოდ დიდი დროა და ძალიან ბევრ სახელმწიფოში მაქვს კვალიფიკაცია გავლილი და როცა ესეთი მიგრაცია, ყველა მისოს კითხვას, რატო არ დარჩი, რატო არ გამოიყენე ეს შესაძლებლობა. პასუხი ალბათ მაქვს ერთადერთი. დათო თუთაშხეს პერსონაჟი მახსენდება ამ დროს, აი აქ ვარ და სხვაგვარად არ წავიც. აი ეს არის ის, რამაც შექმნა ჩემი ცხოვრება. ეს არის ის პროფესია, რამაც მომცა მე სრული კმაყოფილების შეგრძნება და მუდმივი შეგრძნება იმისა, რომ ჭირდები ადამიანებს, ჭირდები საზოგადოებას და აი ეს სიტყვები, რაც თქვენ ბრძანეთ, ეს არის ალბათ გვირგვინი ადამიანისა, რა თურმე გიცხოვრია ამ ქვეყანაში. ნამდვილად. დიდი მადლობა ყველაფრისათვის, სრული და გული წარმატებებს გისურვებთ. ამ მრავალი ღონისძიება ჩაგეტარებინოთ, ასეთი წარმატებული და შინაარსიანი და აკადემიური, ესე რომ ვთქვათ, ყოველთვის გვიგულეთ გვერდით, როგორც შეგვეძლება ჩვენ ყველანაირად დაგეხმაროთ. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი თანამშრომლობის შესახებ არაერთ კარგ მაგალითს მოისმენს საზოგადოება და ასეთი გულანთებული ადამიანები ქმნიან ქვეყნის მომავალს და მე ძალიან მეამაყება, რომ საქართველოს ბიზნეს აკადემიაში ესეთი საზოგადოებაა შეკრებილი,
და ისინი არიან პროგრამებში ჩართული და არიან განმახორციელებლები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენგან დიდი პატივისცემა თქვენს ორგანიზაციებს, სადაც თქვენ თანამშრომლობთ, იმიტომ რომ თქვენ ახართ ხიდი გადებული საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ბიზნეს შორის და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე დარწმუნებული ვარ, დღეს ძალიან ბევრი ადამიანი მოისმენს ჩვენს დიალოგს, წარმატების მაგალითებზე, როგორ უნდა ვითანამშრომლოთ, თუნდაც ასოციაციებმა როგორ უნდა ითანამშრომლოს, ასევე ჩვენ დღეს სამედიცინო მიმართულებით შევიკრიბეთ და არაერთ კარგ მაგალითს მოვისმენთ, ასევე სხვადასხვა მიმართულებით და ბედნიერი ვარ, რომ გვაქვს ამის შესაძლებლობა და ვფიქრობ, რომ ეს ზოგადად არის ქვეყნის წარმატება. ჩართულობა სწორედ ჩვენგან მიიღებს ყველა ბიზნესი ადეკვატურ პასუხს კვალიფიციური კადრის სახით, რომელიც მათ ჭირდება. თავარი არის მათი ჩართულობა აი ამ პროცესებში. რომ დისბალანსი აღმოიფხვრას და როგორც ჩვენ გვაქვს დასაქმების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი, როგორც საექნო მიმართულებით, ასევე ფარმაციის მიმართულებით, ასევე მიიღონ ესარგებელი სხვა ბიზნესებმა და უღრმესი მადლობა დღევანდელი დღისთვის, რომ გვაჩუქეთ ყველა წუთისთვის უდიდესი მადლობა და მინდა ასევე ვაცნობო საზოგადოებას იმ მნიშვნელოვანი დღეების შესახებ. ეხლა როცა ჩვენ ამ ჩანაწერს ვაკეთებთ, რეგისტრაცია მიმდინარეობს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, აი ამ მიმართულებით არა მხოლოდ საექნო და ფარმაციის მიმართულებით კიდევ დაწესებულება 11 პროგრამაზე აცხადებს მიღებას. საკმაოდ აქტიური რეგისტრაცია მიდის და ფაქტიურად ყველა პროგრამაზე არის კონკურსი უკვე, რაც ასევე ძალიან საამაყოა ჩვენთვის. უკვე ამ განებივრებული ვართ იმით, რომ სულ ნატრობდით, როდის დადგება ის დღე, რომ ღირსეულების გადარჩევა მოხდება, იმიტომ რომ ჩვენს დიდი სურვილი გვაქვს, რომ შესაბამისი და ადეკვატური კადრით შევხვდეთ და გამოუშვათ თქვენთან. რეგისტრაცია გრძელდება 20 მაისამდე, თუმცა მე მინდა საზოგადოებას უთხრა, რომ არ დამთავრდება, წელს იქნება ორჯერ რეგისტრაცია გამოცხადდება, ასევე გამოცხადდება 2 სექტემბერს და გაგრძელდება 22 სექტემბრის ჩათვლით. დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე, ანუ ჩვენ ადგილები ფაქტიურად არ დაგვრჩება ახლა, მაგრამ ამთავრებს საკვალიფიკაცია მიენიჭება და გამონთავისუფლდება ადგილები უკვე საშემოდგომო მიღებაზე და იყვნენ მოკლედ ყურადღებით, რომ არ გამოტოვონ ეს მნიშვნელოვანი შანსი ისწავლონ საქართველოს ბიზნესის აკადემიაში პროფესიულ განათლებაზე, დაეუფლონ უნარებს წარმატებისთვის, სახელმწიფო დაფინანსებით და დასაქმდეს. კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა დღევანდელი დღისთვის. მადლობა თქვენ.